ექვს რიცხვში დაიწყო ძლიერი დაბომბვები. ჩემი შვილი ჯარისკაცებს ეხმარებოდა, სნაიპერებს, დარბოდა, ეძებდა დივერსანტების დატოვებულ ნიშნებს. მარჯვენა ხელი მოგლეჭილი. მარცხენა თვალი დაზიანებული. დაიწყო მორიგი დაბომბვა და არ ჩანს, არადა 2-3 საათზე მეტ ხანს არ მტოვებდა. წელისარეში ღია ჭრილობა. შვიდში დილით წავედი ჩვენ სამხედროებთან და ვუთხარი, ბავშვი დავკარგე. ნეკნების არეში ღია მოტეხილობა. ორივე ფეხის ღია მოტეხილობა. მეოთხე სახლთან ვნახე ბალახზე. წითელი პლედი ჰქონდა მოხვეული. ქუდი იყო, დაგლეჯილი ქურთუკი. შევხედე და ჩემი ბავშვი იყო. არ ვიცი რა ვთქვა. ჩემი შვილი ომში მშვიდობის ქუჩაზე დაიღუპა. მშვიდობის გამზირზე უკრაინის თავისუფლებისთვის 33 წლის ევგენი პასეჩნიკის მსგავსად რუსულმა ურდომ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა. ბუჩას დეოკუპაციის შემდეგ თანამედროვე სამყარო პირველად გახდა კრემლის სადიზმის თვითმხილველი. ქალაქში დღემდე გრძელდება სახელდახელოდ გათხრილი საფლავებიდან ცხედრების ექსჰუმაცია. ქალაქის შესასვლელში ეკლესიის ეზოში გათხრილი საერთო სასაფლაო კი დღემდე არ დახურულა. რუსების მოკლული ადამიანების ნაწილი ექსპერტიზაზე უკვე გადაყვანილია. ნაწილი კი ადგილებზე რჩება. ქალაქის ყველა ქუჩას ეთყობა წითელი არმიის ჩექმამ რომ გაიარა. ქუჩას აღდგენა უკრაინის ხელისუფლებამ ეტაპობრივად დაიწყო. ქალაქი ცდილობს ფერფლიდან აღდგეს. ცხედრები ქუჩებიდან პროჟექტორებშია გადასვენებული. თუმცა ბუჩა დარჩება რუსული სადიზმის და რუსის არაადამიანური სახის მამხილებელ მაგალითად. უკრაინის სახალხო დამცველის ოფისისგან ყოველდღურად გვესმის შემზარავი ისტორიები არასრულწლოვნების ჯგუფური გაუპატიურების, წამების, არაადამიანური მოპყრობის შესახებ. სწორედ ეს არის ის, რითიც რუსეთი მსოფლიოს თავს ამახსოვრებს. მანქანა ბუჩას გასასვლელში თეთრი ალმით. როგორც ჩანს, ოჯახი მცირეწლოვანი შვილით ქალაქიდან გასვლას ცდილობდა. საბავშვო ეტლი დაცხრილულ მანქანასთან და ჩვილის ტანსაცმელი საბარგულში სწორედ ამაზე მიუთითებს. ეს არ არის ერთადერთი საბავშვო ეტლი ბუჩას ქუჩებში. ჩვენი იქ ყოფნის დროს 10-მდე მსგავსი ეტლი შეხვდა. ძირითადად წასასვლელად გამზადებულ მანქანებთან. ავტომობილის სანომრე ნიშნები 2 ვეთი. ანუ ეს მანქანა ლუჰანსკის ოლქიდან არის. ყველაფერი ეს ნიშნავს, რომ ოჯახს ორმაგად არ გაუმართლა. თავის დროზე ისინი რუს ოკუპანტებს სწორედ ლუგანსკიდან გამოექცნენ, თუმცა ურდომად ბუჩაში დაეწია. არავინ იცის ოჯახის ბედი, მით უმეტეს რომ ისინი, როგორც ჩანს, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იყვნენ. დამარხეთ და დაამსხვრიეთ ბორკილები რისხვით. თავისუფალ ბედს ასხურეთ ტრის ბოროტის სისხლით. საუკუნეების წინ დაწერილი ტარას შევჩენკოს ანდერძი დღეს ახდა. ეს უკვე ბოროდიანკაა, კიევის ოლქის კიდევ ერთი ქალაქი, სადაც რაშისტებმა არც ერთი შენობა არ დატოვეს მთელი. ურდომ ზურგს უკან მხოლოდ ნანგრევები და მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი დატოვა. დეოკუპაციიდან 10 დღის მერეც სამაშველო სამსახური წმენდა ძებნის ოპერაციას აგრძელებს. პროგნოზის გაკეთება თუ როდის დასრულდება სამუშაოები ჭირს. ბოლო ორ დღეში 9 ცხედარი ამოვასვენეთ. ნახეთ ცოცხლად გადარჩენილები, მათი გადარჩენა მართლა სასწაულის ტოლფასია. სამწუხაროდ ჯერ სარდაფებამდე არც ერთ შენობასთან არ ჩავსულვართ. არავინ იცის ქვემოთ რა დაგხვდება. ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. Вакуумно, наверное. А почему так думаете? Ну, потому что все внутрь засмоктало. Вы же двери по логике должны сюда вырвать, правильно? А оно его внутрь засмоктало. ოლეგის ოჯახი გადარჩა, თუმცა სახლი განადგურებულია. ის დროებასთან საუბარში იხსენებს ოკუპაციის პირველ დღეს და სიცოცხლისთვის ბრძოლის მძიმე ერთ თვეს.
А я лежал как раз вот тут. რომ შემოდიოდნენ ამ ფანჯარასთან ვიჯექი. კოლონა შედგებოდა ტანკებისგან, ჯავშან ტრანსპორტებისგან, დაახლოებით 164 დავითვალე. მერე თვალს მოეფარნენ. ამ დროს მეზობელი იყო შემოსული ბავშვისთვის რაღაცეები გთხოვა. სახლში წავიდა და რომ შემოვიდა თქვა რომ მეორე მხარეს 84 დაინახა. და უცებ სროლა ატყდა. ყველაფერი კვალმში გაეხვა. რამდენი ხანი ისროდნენ არ ვიცი. მერე წავიდნენ. ისევ აქ ვიწექი და უცებ დიდი აფეთქების ხმა გავიგე. კიდევ კარგი რომ ვიწექი, თორე ნაფლეთებად მაქცევდა. დაბნელდა ვერაფერს ხედავდი, ისიც კი ვიფიქრე ხომ არ დავბრმავდი მეთქი. ჯოჯოხეთი ალბათ ასეთია. მერე გვერდზე სახლში. თავშესაფარში გავიქეცით მთელი ოჯახი. 74 штуки. Все закрыто. მას გაუმართლა, რადგან თავშესაფარი რუსებმა ვერ იპოვეს. თუმცა მეზობლის შემზარავი ისტორია მოგვიყვა. Как-то так. Просто связывал руки. ახალგაზრდა ბიჭია მის სარდაფში შევარდნენ, თვალები აუხვიეს, მუხლებზე დააყენეს და უბრძანეს ასე ყოფილიყო. ერთი კვირა მუხლებზე იდგა. ყოველ საღამოს მიდიოდნენ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეხლა მოვკლათო? ყურთან თელს მჭიც ისროდნენ და არა, ხვალისთვის გადავდოთო ამბობდნენ. Перед ухом затвора прощелкают. Выезжали, чтобы не заважать. ამ სახლებიდან ორივედან მოასწრეს გასვლა. აი იმ სახლს პირველივე დღეს დაეცა ბომბი. Попав снаряд. Страшно. სარდაფში იყვნენ და მერე სოფელი დატოვეს. აი ეს სახლი მთლიანად დაიწვა. ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობდა იქ. ამ სახლში შევიდეთ. თვალია მთელი ეს პერიოდი სახლში მარტო იყო. Расскажите, как это все переживал Егор. Щоб не бачили ні наші діти, ні внуки, ні правнуки. თავარია შვილიშვილებმა არ ნახეს ეს ტანჯვა. ჩემი შვილი ალექსი ნახშირივით შავი ბიჭი იყო. ამ ომის შემდეგ სულ გათეთრდა. ძალიან გციოდა. არც გათბობა, არც შუქი. რაც მაქვს სულ ტანზე მაცვია. ასე მეძინა, ახლაც ასე ვარ. არ ვიხდი ტანსაცმელს. Сивий, біленький. ასეთი სურათი რუსულ სადიზმს გადარჩენილების შეხვედრისა და გამომშვიდობებისას ხშირია. დიმიტრევკაში ბოროდონკოების ოჯახიც გავიცანით. 87 წლის სტეპანი და 75 წლის მარია. მათ საკუთარ სარდაფში თავშესაფარი ჰქონდათ მოწყობილი. მარია ბებოს ხვილის მარაგი ჰქონდა და პურს აცხობდა. Пережили, слава Богу. მადლობა ღმერთს შემეძლო პური გამომეცხო. ამოვაცხობდი და მეზობლებში დამქონდა. ერთხელ ქუჩაში დავინახე რომ კაცი ეგდო. არ ვიცოდი თუ ცოცხალი იყო. მივედი, მივაწოდე პური და შეჭამა. მერე ჩემს სარდაფში წამოვიყვანე. Тут позбирала. Ці осколки. აი ეს ნამსხვრევები აქ ეყარა და შევაგროვე. Я курე კურბიო. სახლიდან გამოვედი, ქათმებისთვის უნდა დამყარა საკენკი და უცებ დიდი აფეთქების ხმა იყო. მერე ესენი ჩამოიყარა. ვერ ხვდები როგორ გადავრჩი. Тут так по ступеньках и вот уже сейчас картошку поставили, тут было. Вот тут у нас постель одна была. აი აქ იყო ჩვენი თავშესაფარი. აქ ჰქონდა ლოგინი გაშლილი. აი აქაც სულ 6 ადამიანი ვრჩებოდით. აქ ვიწექით და აქ ვისხედით. მთელი დღეები. გაუსვლელად ყოფნა ერთხელ მთელი 24 საათი მოგვიწია. И спали, и сидели. დიმიტრევკა კიევიდან 77 კილომეტრშია. ძირითადად სააგარაკე სახლებია და ამიტომ აქ ოკუპაციის დროს ბევრი ადამიანი არ იყო. შესაბამისად, ოკუპანტებმა სახეცარიელი სახლების განადგურებით გამოიჩინეს. მოანგრიეს ღობეები, დაანგრიეს სახლები და ესეც არ იკმარეს. ჩვენ ახლა სოფელ დიმიტრევკაში ვართ, კიევის ოლქში. აქ გარშემო მხოლოდ საცხოვრებელი სახლებია. არანაირი სამხედრო ობიექტი გარშემო არ არის. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია რუსებისთვის, რომ ისიც დაებომბათ. მოქალაქეების, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მიტანილი იერიშის დამადასტურებელი კვალი კი ჯერ კიდევ ადგილზე რჩება. ნიკოლაი კუზმენკო კიევის დინამოს ფან-კლუბის წევრია და ომის მსვლელობისას მოხალისეებში ჩაეწერა. ის საკუთარი სახლის ანახავად ჩამოვიდა. სახლში მისვლამდე მეზობლებთან დატოვებულ ძაღლებს მიაკითხა. Были постоянно спыть.
У меня знакомый приходил, говорит, мины ложатся, а это в будку просто легла, лежит. Хорошо, что вы видели. Dmitrovka ცენტრალური გზიდან მოშორებითაა. სატანკო კოლონას კი, რომელმაც დასახლება გაანადგურა, პასუხი მალევე გაეცა. მსგავს სურათს უკრაინის ცენტრალურ გზაზე ხშირად შეხვდებით, თუმცა ეს შემთხვევა განსაკუთრებულია. ეს რუსული სატანკო კოლონის ნარჩენებია. იმ კოლონის, რომელიც სოფელში იყო, მშვიდობიან მოქალაქეებს დაუნგრია სახლები, ააფეთქა ისინი და უბრალოდ ვანდალიზმით დაკავდნენ. ამის შემდეგ გამოვიდნენ ისევ გზაზე, ცენტრალურ გზაზე და გააგრძელეს მოძრაობა კიევის მიმართულებით. თუმცა აქ მათ უკრაინის შერაღებული ძალების ჩასაფრება დახვდათ და მხოლოდ 2 ტანკით მთელი კოლონა გაანადგურეს. დაახლოებით 10 ტანკი და რამდენიმე ერთეული სხვა ტიპის ჯავშანტექნიკა. კიევის დროით 12 საათია. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 45 დღეს წმინდა მიხაილის ტაძრის ზარები უკრაინის ჰიმნს უკრავენ. სამთავრობო შენობებზე უკრაინის სახელმწიფო დროშა ფრიალებს. კიევი ფრთხილი ოპტიმიზმით ცხოვრების ნორმალურ რიტმს უბრუნდება. თუმცა როგორც ჩანს, გადამწყვეტი ბრძოლები აღმოსავლეთ უკრაინაში წინ არის.